ლინკოლნი არის ფორდის მდიდრული განყოფილება, რომელიც საუკუნეზე მეტია უშვებს ამერიკულ ელეგანტურ ავტომობილებს. კომპანია დაარსდა 1917 წელს ჰენრი ლელანდის მიერ. ლინკოლნმა სწრაფად მოიპოვა წარმატება ვერვა ტიპის ძრავიანი მოდელ ელის გამოშვებით, რომელიც კონკურენციას უწევდა ევროპულ მაღალი კლასის მოდელებს. 1930-იან წლებში ლინკოლნ ზეფირმა შემოიტანა გამარტივებული დიზაინი, რასაც მოჰყვა საკულტო ლინკოლნ კონტინენტალი 1940 წელს, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა ფუფუნება ამერიკაში. ეს მოდელი პრეზიდენტ კენედის სიკვდილის შემდეგ უფრო ცნობილი გახდა და დაიმკვიდრა თავისი ადგილი ისტორიაში. დღესდღეობით ლინკოლნი აგრძელებს განვითარებას ისეთი მოდელებით, როგორებიცაა ნავიგატორი და ავიატორი. თანამედროვე ტექნოლოგიებს უხამებს კლასიკურ ფუფუნებას. ელეგანტურობიდან ინოვაციამდე ლინკოლნის მემკვიდრეობა გრძელდება და წარმოადგენს საუკეთესო ამერიკულ ფუფუნებას. დაარსების დღიდან მხოლოდ ლინკოლნისა და კადილაკის მარკის ავტომობილები ემსახურებიან ამერიკის პრეზიდენტს.